ამ პრემიების თემით აპელირება, ეს პრემიები ძალიან ეს აპელირება არ არის. მე პატრიარქის მიერ არის დაკურთხი, რაც შეეხება პატრიარქს, რაც შეეხება პატრიარქს. წინა საახალწლოდ გაცემული პრემიების საკითხი გურჯაანის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზად კიდევ ერთხელ იქცა. რამდენით დაფინანსდა საახალწლო სოციალურად დაუცველები და რამდენი გაიცა პრემიებს და აგერ თქვენ თვითონ ნახეთ 10500 ლარი გაიხარჯა სოციალურად დაუცველებზე და 193,000 ლარის გაიწერეს პრემიები. ეს 18,4 ჯერ მეტია, ვიდრე ეს რა გამოდის, ესენი ესე იგი თავიანთ საკუთარ ოჯახებზე და თავიანთ საკუთარ კეთილდღეობაზე 18 ჯერ მეტად ზრუნავენ, ვიდრე სოციალურად დაუცველებზე. მოგვიანებით დეპუტატებს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, სადაც სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მზაქრო ქაჩლიშვილმა ზურაბ სეფიაშვილის მიმართ პირადი ცხოვრებისა და ღირსების შემლახავი სიტყვები არ დაიშურა. თქვენ მიდიხართ თბილისში ტაქსაუბრ მოსაკეთებ. ჩამოდიხართ და აქ ვიღაცებს ბრალს უყენებთ. ტაქსაუბოს ტაქსაუბ თბილისში მოსაკეთებ საფხუე. ეუბნები უპასუხოთ გატარებ მე ვიცი შენ ფულს ვინც გიხდიან. დეპუტატებს ფულს ართმევ. იდებ ჯიბეში უნამუსოდ. და აქ ბრალსას დე პატიოს არ გავს. ეს არის კოლეგიალური ორგანო. არა, ებოქსავები, აბა რა. უნამუსო ხარო, რატოა უნამუსო? რო ტაქსაუბს ვარ მე ერთ სიტყვა. პრემია ილია მეორე კურთხევით არის. ჩვენი პატრიარქი. ქაჩლიშვილი იმასაც ამბობს, რომ მან პატრიარქის კურთხევით აღებული პრემია ბოლომდე არა, თუმცა ნაწილობრივ კეთილ საქმეს მოახმარა. რატომაც არ უნდა მიიღოს ზეგანაკეთურად რო სამუშაობენ ადამიანები. პრემიები რა ვიცი. ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. პრემიერების შემდგომ კიდე ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა შეაგროვა ფული და კარგად ტელევიზია თანყავდა გურჯაანის და გადაიღეს ზოგს მაცივარი ვაჩუქეთ, ზოგსარეცხის მანქანა. ისე რომ ეს პრემია ბოლომდე ჯიბეში არავის არ ჩაუდია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში წინა საახალწლოდ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 10,500 ლარი დაიხარჯა. ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ 193,410 ლარი შეადგინა.